2. რეინირას მიერ რკინის ტახტის აღება. სანამ მწვანეების მთავარი ძალა ემონდი და ვეგარი ჰარენჰალისკენ მიემართებიან, რათა დემონის არმიას დაესხან თავს, დემონი და რეინირა გენიალურ მანევრს მიმართავენ. დაცარიელებული დედაქალაქი, დემონი და რეინირა ხვდებიან, რომ მეფის სავანი, კინგს ლენდინგი დაუცველი დარჩა. რეინირა თავისი ახალი დრაკონების არმიით თავს ესხმის ქალაქს. ოქროს მოსასხამიანები, ქალაქის მცველები, რომლებიც კვლავ დემონის ერთგულები არიან, აჯანყდებიან შიგნიდან და ქალაქის ჭიშკარს ხსნიან. რეინირა რკინის ტახტზე, რეინირა ტრიუმფით შედის წითელ ციხესიმაგრეში და ჯდება რკინის ტახტზე. დედოფალი ალისენტი და ჰელენა ტყვედ-ვარდებიან. თუმცა რეინირა ვერ პოულობს თავის მთავარ მტერს, მეფე ეიგონ იეს. 3. ეიგონის საიდუმლო გაქცევა და დრაკონის ქვა. სანამ რეინირას დრაკონები ქალაქში ეშვებიან, ლორდ ლარის სტრონგით სალფეხა მოასწრებს დასახიჩრებული მეფე ეიგონის და მისი გადარჩენილი შვილების მალულად გამოყვანას ციხესიმაგრიდან. მტრის ბუდეში დამალვა, ლარისი ეიგონს გადამალავს იქ, სადაც რეინირა საერთოდ არ მოელის, თავად რეინირას კუთვნილ კუნძულზე, დრაკონის ქვაზე, ბრეგანსტონ. ვინაიდან რეინირა მთელი თავისი ძალები დედაქალაქში გადაისროლა, მისი მთავარი ციხესიმაგრე თითქმის დაცარიელებულია. ეიგონის ძალების აღდგენა. ეიგონი იქ ფარულად იწყებს ადგილობრივი მცველების გადმობირებას, რომლებიც რეინირას მმართველობით უკმაყოფილოები არიან. აქ ის პოულობს თავის დრაკონს, მზის ცეცხლს, სამფაერ, რომელიც მეორე სეზონის ბრძოლის შემდეგ ნელ-ნელა შუშუშებს ჭრილობებს კუნძულზე.